სახელითა მამისათა დაწისათა დაწმენისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი სახარება რომელიც ჩვენ დღეს წავიკითხეთ ძალიან ბევრჯერ არის ხომე წაკითხული წლის განმავლობაში ჩვენს მიერ ღვთისმსახურებისას ასე რომ ამის გამეორებას რა თქმა უნდა აღარ დავიწყებ უბრალოდ რამოდენიმე საკითხია ისეთი რომელიც საყურადღებოა სახარების თხრობა შემდეგია რომ მაცხოვართან მიდის მდიდარი კაცი შეკითხვით რა უნდა გავაკეთო რომ ღვთის სასუფეველში მოხვდე მაცხოვარი პასუხობს დაიცავი მცნებები არა კაცკლა არა ცილისწამო და ასე შემდეგ და აღმოჩნდება რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი სიყრმიდგანვე იცავდა ამ ყოველივეს მაშინ მაცხოვარი ეუბნება წადი გაყიდე ის რაც გაქვს და შემომიდე მე რაზედაც ამის გამგონე ეს ახალგაზრდა კაცი უარყოფს მაცხოვრის ამ სიტყვებს და განიშორება მას და მაცხოვარი ამბობს უადვილეს არს აკლემსა გაძვრეს ნემსის ყუნჩი ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში აი ეს ძალიან მოკლე შინაარსი დღევანდელი სახარების მაგრამ რა არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი რომელიც შეიძლება განზედ გასხოლმე და არ განიმარტება ჩვენს მიერ როდესაც ეს კაცი მაცხოვართან მიდის მიმართავს ასეთი სიტყვებით მოძღვარო სახიერო რაი ვქმნე რაითა ცხოვრებაი საუკუნოი დავიმკვიდრო მაცხოვარი ეუბნება რას მეტყვი მე სახიერ არავინ არს სახიერ გარნამ ხოლოი ღმერთი რატო ეუბნება ამას რატო სახიერი ანუ თანამედროვე ქართულით კეთილი მოძღვარო სახიერო ნიშნავს კეთილო მოძღვარო რაი ანუ რა გავაკეთო რომ ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდრო მაცხოვარი ამას უარყოფს თითქოს ამბობს რომ მე ღმერთი არა ვარ და რატო განა არ არის ღმერთი უბრალოდ იმის თვალში ამ ადამიანის თვალში მაცხოვარი არის ჩვეულებრივი მოძღვარი მასწავლებელი ჩვეულებრივი კაცია ბრძენ კაცი კი მაგრამ ჩვეულებრივი მოძღვარი და ამიტომაც ეუბნება მაცხოვარი მას რომ თუ შენ მე აღმიქვამ როგორც უბრალო მოძღვარს მაშინ სახიერს ნუ მე მიწოდებ იმიტომ რომ სახიერი მხოლოდ ერთადერთი ღმერთია სიკეთე სახიერება რატოა პრინციპულად მნიშვნელოვანი სახელთაგანი ღვთისა ღმერთს უამრავი სახელი აქვს ცოტა შორიდან დავიწყებ ამაზე მსჯელობას რომ სათქმელი იყოს სრული როდესაც მოსეს ქორების მთაზე ეცხადება ღმერთი ალმოდებულ მაყლოვანში მაშინ ეუბნება ასეთ რამეს წადი ეგვიპტეში ჩემს ხალხთან რადგანაც იტანჯებიან ისინი გამოიყვანე მოსე ეუბნება ეკითხება რომ მივალ და შემეკითხება ფარაონი რომელი ღმერთის სახელით მოდიხარ რა მივუგო მას და ღმერთი ამბობს უთხარი მყოფმა ანუ არსმა გამომგზავნა მე ანუ ეს არის ისეთი არსება რომელიც იყო არის და იქნება მყოფი ამას ნიშნავს ძველ ებრაულში არის იახვე ერთ-ერთი სახელთაგანი ღვთისა ყველაზე აღმატებული მყოფი და შემდგომში უკვე პირველ საუკუნეში ამ სიტყვებს განმარტავენ წმინდა მამები გასაგებია მყოფი და არსი ერთი და იგივეა
მაგრამ წმინდა დიონისი არეოპაგელი, ასეთი დიდი მოძღვარი იყო პირველ საუკუნეში, ამბობს ასეთ რამეს. ღმერთი ეუბნება მოსეს, რომ მე ვარ მყოფი, მაგრამ შეუძლებელია იყოს ღმერთი მყოფი, თუ ამავე დროს კეთილი არ არის იგი. ანუ სახიერი არ არის იგი. ერთ-ერთი სახელთაგანი არსთან ერთად ღვთის ყველაზე აღმატებული სახელთაგანი არის სახიერებაი. სიკეთე იგივე. რატო ეწოდება ღმერთს სახიერი? აი რასაც მაცხოვარი ასე დაჟინებით ეუბნება, რომ ნუ მეტყვი მე სახიერ, არავინ არ სახიერთ გარდა მხოლოდ ღმერთი. რატომ არის ღმერთი სახიერი? მყოფი მაშასადამე სახიერი. რამოდენიმე განმარტებაა, მაგრამ ამ სამივეს დავასახელებთ. პირველი, ღმერთი იმიტომ არის სახიერი, რომ არის მყოფი, როგორც მოგახსენეთ. ეს პირველი განმარტება. მეორე განმარტება, ღმერთი იმიტომ არის სახიერი, რომ წუთისოფელი მისი ნებით დაიბადა უშურველობიდან გამომდინარე. ღმერთმა უშურველად მოგცა ჩვენ სიცოცხლე. რატომ მოგცა? იმიტომ რომ ზე აღმატებული სიკეთეა. არ დაიმარხა ღმერთმა ეს სიკეთე მხოლოდ საკუთარ თავში. არამედ სხვასაც მისცა უფლება, ხელმწიფება, რომ ყოფილიყო ამ სიკეთის, რასაც სიცოცხლე ეწოდება, მატარებელი. უშურველად, ჩვენ ხო სიცოცხლე ჩვენით არა გვაქვს. კი მშობლებისგან გვაქვს, მაგრამ მშობლებსაც ხო ვიღაცისგან აქვს და ესე მოდის მთელი მოდგმა და წუთისოფელი. სიცოცხლე ჩვენზე დამოკიდებული არა, სიცოცხლე ჩვენი არ არის. კი, ცოცხლები რო ვართ, კი გასაგებია. მაგრამ ჩვენ ხო ჩვენი თავი არ შეგვიქმნია. ესე იგი, ვიღაცა მოგცა ეს ყოველივე და ვიღაცა წაგვართმევს. ოღონ ერთადერთი განსხვავება ქრისტიანული მსოფლმხედველობისა სხვათაგან არის ის, რომ ადამიანი კი იბადება, იქმნება და იშვება, მაგრამ უკვე რაწამს იშვება, ის მარადიულია. სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი პირობითობაა. მხოლოდ და მხოლოდ რაღაცის მოკვეთა. აი როგორც თითი რომ მოკვეთონ ადამიანს. იტყვის კაცი რომ ჩემი თითი იყო ეს, მაგრამ მე და თითი ერთი არა ვართ. ფეხი შეიძლება მოკვეთონ და ხედავდეს ამ ფეხს. ჩემი კი იყო, მაგრამ მე და ჩემი ფეხი ერთი არა ვართ. ასია სხეულთან დაკავშირებითაც. მოაცალეს ადამიანს სხეული. შეიძლება უყურებს, მე და სხეული ერთი ვიყავით, მაგრამ მე და ჩემი სხეული ერთი არა ვართ. ამიტომ რაწამს იშვება ადამიანი ქრისტიანობის თანახმად, ის არის მარადიული არსება. ღმერთით, თავისი თავით არა. ღმერთმა აჩუქა ეს. ამიტომაც ჩვენ მას ვუწოდებთ, რომ იგი არის სახიერებაი. და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ. ღმერთი, ანუ მესამე ფორმულირება, იმიტომ არის სახიერი, რომ რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, ბედნიერი არ იქნება, თუ კი ღმერთში არ ცხოვრობს. ღმერთში არ დაივანებს მისი აზრები. თუ კი მისი ცხოვრების მიზანი ღმერთი არ არის. აი საოცარი. ესე იგი, მე რამდენადაც ღმერთს შევიცნობ და ჩემი ცხოვრების მიზანი არის უკვდავება და ღმერთთან ერთად ცხოვრება, იმდენად ვარ ბედნიერი. სხვაგვარად ბედნიერი ვერასოდეს ვერ ვიქნები.
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს. ხა თქვენ მეტყვით, აი, თქვენმა წმინდანებმა თქვეს, წმინდა მოძღვრებმა თქვეს. და სხვა ვინ ამბობს ამას? თქვენი სამრეკლოდან რო რეკავთ, ეს გასაგებია, მღვდლები, მაგრამ სხვა ვინ ამბობს ამას? რომ ღმერთით არის ცხოვრება, ჭეშმარიტი ცხოვრება ღმერთით არის, ღმერთის სიკეთე იმიტომ არის, რომ მიზანი ჩვენი ცხოვრების ღმერთი უნდა იყოს და თუ კი ღმერთი არ არის შენთვის მიზანი ცხოვრებისა, მაშინ კაცი ხარ უბედური. ვინ ამბობს ამას? თქვენს გარეშე ვილაპარაკობს. ჩემი სიტყვები რომ არ გეგონოთ ეს, წამოვიღეთ სპეციალურად წიგნი. ეს არის 1981 წელს დაბეჭდილი წიგნი, ფრანგულიდან ქართულად შეასრულა თარგმანი ცნობილმა ფილოსოფოსმა და მთარგმნელმა ბაჩანა ბრეგვაძემ. მას აქვს უამრავი რამ, პლატონის დიალოგები ნათარგმნი ძველი ბერძნულიდან და მათ შორის არის მარკუს ავრელიუსის აზრები ლათინურიდან და არის ასეთი აზრები ქვია ბლეს პასკალისა. უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები ყველა დროის კლასიკა შეიძლება ითქვას. ესე იგი, ბლეს პასკალი, რომელიც ცნობილი ფიზიკოსია, მათემატიკოსი, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. და ბოლოს, სანამ გარდაიცვლებოდა რამოდენიმე წლის, ესე იგი, გაშორდება თავის სამეცნიერო მოღვაწეობას და მიდის მონასტერში, რაღაცა კათოლიკური ორდენი იყო მაშინ. იასენისკები ეწოდებოდათ. ეს დიდი საკითხია და ამას არ შევეხებით. კათოლიკური ორდენი ერთ-ერთი და გამოცხადება ჰქონდა ბლეს პასკალს. და იმის შემდგომ, ამ გამოცხადების შემდგომ დიდი მორწმუნე კაცი ხდება. დიდი მოაზროვნე ამბობს ასეთ რამეს. მე რაც გამოვიგონე, სოფლიო დონის მეცნიერებაა კი, მაგრამ ყველაფერი სათამაშოა, თუ კი კაცმა ღმერთი არ იცის. ახლა წაგიკითხავთ, ცოტა შეიძლება რთული ტექსტი იყოს, მაგრამ არ ამგონია, რომ გაჭირდეს გაგება. მცირე ზომის არ მოგანწყენთ ახლა დიდი ტექსტებით თავს. მცირე ზომის 327 ქვეთავი. ამ ქვეთავს ეწოდება ასე. იმის შესახებ, რომ ურწმუნო კაცი ვერც ჭეშმარიტ სიკეთეს, ანუ იმ სახიერებას, რაც ჩვენ ვთქვით, შეიცნობს და ვერც ჭეშმარიტ სამართლიანობას. ესე იგი, თავი ეძღვნება ისეთ საკითხს, რომელიც საუბრობს ადამიანზე, ურწმუნო კაცზე, რომელიც ვერც ჭეშმარიტ სამართალს გაიგებს და ვერც ჭეშმარიტ სათნოებას, სიკეთეს, სახიერებას. აი ამ ადამიანზეა საუბარი. და ტექსტი. ყველა კაცი მიელტვის ბედნიერებას. ეს ცნობილია. ყველა ადამიანი ბედნიერებას მიელტვის. უკლებლივ ყველა კაცი. მათი საშუალებები სხვადასხვაა. ანუ ამ ადამიანთა საშუალებები მიზნის მისაღწევად სხვადასხვაა. მიზანი კი ერთი. ყველა თავისებურად მიელტვის მას. ბედნიერების საძებნად ერთი თუ ომში მიდის, მეორე შინჯდომას არჩევს. ერთი და იგივე სურვილი, ორი სხვადასხვა თვალსაზრისი. ადამიანის ნება მხოლოდ ამ მიზნისკენ სწრაფვითაა განსაზღვრული. ესაა ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერი ქცევის მოტივი. იმისაც კი, ვინც თავის ჩამოხრჩობას აპირებს. მაგრამ ბედნიერებისაკენ ამ მარადიული ლტოლვის მიუხედავად,
რწმენის გარეშე ვერავინ მიაღწია მიზანს. ყველა თავის ხვედრს უჩივის. ყველა ადამიანს უნდა ბედნიერი იყოს, სხვადასხვა გზები არსებობს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ყველას ბედნიერება უნდა, ყოველთვის ადამიანი თავის ბედს უჩივის. და ნახეთ, ყველა თავის ხვედრს უჩივის. ბატონი თუ ყმა, დიდებული თუ მდაბიო, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ძლიერი თუ უძლური, მეცნიერი თუ უმეცარი, ჯამრთელი თუ სნეული. ყველა უკლებლივ, მიუხედავად იმისა, თუ სად, როდის, როგორ, ან რამდენ ხანს ცხოვრობს ამ ქვეყნად. ყოველთვის ადამიანი უჩივის თავის ხვედრს, თავის ბედს. მაქვს კიდე მეტი მინდა. ჯამრთელი ვარ, ვაიმე უფრო მეტი მინდა და ასე. ყოველთვის უჩივის კაცი რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს. და აი, აწმყოზე ხელჩაქნეულნი, იმედ გაცრუებულნი და გულ გატეხილნი მივლასლასებთ უბედურებიდან უბედურებამდე. სანამ არ მივიახლებით სიკვდილს, სამუდამო დასასრულს ყოველგვარი უბედურებისა. ადამიანმა არ იცის, ვის მიაკუთვნოს თავი. ის გრძნობს, რომ დაიკარგა, დაეცა, დაივიწყა ჭეშმარიტი სამშობლო და ვეღარ აგნებს უკან დასაბრუნებელ გზას. თუმცაღა მთელი სიცოცხლე ბრმასავით დაბორიალობს განუჭვრეტელ უკუნეთში და სასოწარკვეთილი ალალბედზე ხერის ფათურით დაეძებს ბედნიერებას, ანუ ღმერთს. ეხლა პასუხი, გამოსავალი სად არის? ყოველთვის უბედურ დღეში ვართ. მაღალი ვარ თუ დაბალი ვარ, მდიდარი ვარ თუ ღარიბი ვარ, ჯამრთელი ვარ თუ უძლური, ყოველთვის უკმაყოფილო ვარ მე. გამოსავალი სად არის? რატო ვართ ასეთ დღეში ჩვენ? და ბლეს პასკალის პასუხი. მაგრამ რას მოწმობს ბედნიერების ეს შმაგი წყურვილი და მისი დაცხრომის შეუძლებლობა? თუ არა იმას, რომ ადამიანი ოდესღაც ჭეშმარიტად ბედნიერი იყო და რომ ამ ბედნიერების სახსოვრად მას დარჩა მხოლოდ ლიტონის სურვილი, აღუვსელი საწყაული, რომლის ავსებაც ამაოდ ცდილობს ყოველივე იმით, რაზედაც ხელი მიუწვდება, რაც გარს არ ტყია, მაგრამ რა კი ხელმისაწვდომი არ აკმაყოფილებს, რა კი მიღწეულით ვერ იკლავს წყურვილს, ხარბად მიელტვის მიუღწეველს თუ მიუწდომელს და კვლავ უშედეგოდ და კვლავ ამაოდ. ვინაიდან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია, ვინაიდან უსასრულო სიცარიელის ავსება შეიძლება მხოლოდ რაღაც უსასრულოთი და უცვლელით, ესე იგი ღმერთით. მხოლოდ მასშია ჩვენი ჭეშმარიტი სახიერება. აი მივედით სახარებისეულ თხრობაზე. ესე იგი, მხოლოდ მასშია ჩვენი ჭეშმარიტი სიკეთე, ანუ სახიერება. მაგრამ ვაი, რომ დავკარგეთ ის და მას მერე ამაოდ ვეძებთ მის მაგიერს, ანუ მის ნაცვალს, ღმერთის ნაცვალს. ამაოდ ვცდილობთ რაიმეთი შევცვალოთ იგი. მაგალითად, ვარსკვლავებით, ცით, დედამიწით, სტიქიონებით, მცენარეებითა და სხვა. ზოგი სიკეთეს და ბედნიერებას ძალაუფლებაში ეძებს. ზოგი ოკულტურსა თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში. ზოგიც განცხრომასა და დროსტარებაში. მხოლოდ ზოგიერთმა შეიცნო ყველაზე უკეთ სიკეთის ნამდვილი არსი. მხოლოდ ზოგიერთი მიხვდა, რომ ყველასათვის სასურველი საყოველთაო სიკეთე
არ შეიძლება ამოიწურებოდეს იმ ფასეულობით, რომელიც ან განუყოფლად ეკუთვნოდეს ერთ რომელიმე კერძო პირს. დიახ, ისინი მიხვდნენ, რომ ჭეშმარიტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის სიკეთე, რომელსაც ყველა თანაბრად და ერთდროულად ფლობს, უკლებლად და უშურველად და რომელსაც არავინ არ დაკარგავს, თუ კი მისი დაკარგვა არ სურს. ფიქრობ, კომენტარი აქ ზედმეტია. მე ამოვიღე ყველაზე მნიშვნელოვანი გამონათქვამები, რომელიც წარმოაჩენს ამ უდიდეს მეცნიერის და უდიდესი მოაზროვნის და რელიგიური კაცის აზრებს. თქვენ შეგიძლიათ ეს გადახედოთ, გადაამოწმოთ 327 ქვეთავი. გვერდი არის 291 გვერდები. გარდა ამისა, უამრავი საკითხია განხილული ღმერთთან დაკავშირებით. ადამიანის უკმაყოფილო ცხოვრება გამოწვეულია მისი სიცარიელით და ამ სიცარიელის შევსება არავის შეუძლია. მხოლოდ და მხოლოდ მარადიულ აღსებულობას, ანუ იმ სიკეთეს, რომელსაც ღმერთი ეწოდება. და დასასრულ მინდა კვლავ ბლეს პასკალის ოღონდ სხვა ადგილიდან მოვიყვანო სიტყვები. ადამიანები სამ კატეგორიად განიყოფება. პირველი ჯგუფი არის ისეთი ადამიანები, რომლებმაც ღმერთი იპოვეს და ღმერთს ეძებდნენ. და ეს ადამიანები იწოდებიან გონიერებად და ბედნიერ ადამიანებად. ბლეს პასკალისათვის ბედნიერება და ღმერთი იდენტური ცნებებია. მისთვის რომ ვინმეს ეთქვა, რომ მე ბედნიერი ვარ და ღმერთი არ მწამს, ეს უგუნური კაცი არ გახლავთ, თქვენ იცით, უდიდესი გონებაა, მსოფლიო დონისა. აი ესეთ თქმაზე მას გაეცინებოდა და იტყოდა, საცოდავი კაცი ხარ შენ. ესე იგი, პირველი კატეგორიის ხალხი, ვინც ღმერთი იპოვა და ეძებდა, ეს ხალხი გონიერი ხალხიც არის და თან ბედნიერიც. მეორენი არიან, ვინც არც ეძებდა და არც უპოვია ღმერთი. ესენი არიან უგუნური ადამიანები და უბედურნი. და მესამე, ვინც ეძებს, მაგრამ ჯერ ვერ უპოვია. ესენი არიან გონიერნი, მაგრამ უბედურნი. იმიტომ რომ იმ სიკეთეს, რომელიც შენ დაკარგე და ეს უკმაყოფილება ყოველდღიური, ფინანსური, ჯანმრთელობის, აბა არ მიჯერებ შვილი, ქმარი, ცოლი, სულ უკმაყოფილობაა. ვინ შეავსებს ამას? კაცი ვერ. ვარსკვლავები აქვს დასახელებული, სცენარეებით შევავსეთ ჩვენი ეს სიცარიელი ამბობს. ვერაფერი ვერ შეავსებს ამას. ერთადერთი შემავსებელი ბუნებითი სიკეთეა. ასე რომ, ბლეს პასკალისათვის ღმერთის მორწმუნეობა, ღვთისადმი ერთგულება და მსახურება ტოლია ბედნიერებას. ეს წმინდანი არ არის. ეს ეკლესიის მოძღვარი არ არის. თავიდან როგორ თქვით, რომ გასაგებია ეკლესიაში თქვენ ლაპარაკობთ, კი ბატონო. მაგრამ აი კაცი, ფრანგი კაცი, რომელიც რაღაცა გამოცხადება მოვიდა 23 ნოემბერს მე-16 საუკუნეში და
და მიდის ყველაფერს ტოვებს, მონასტერში მიდის კაცი. 39 წლის ასაკში გარდაიცვლება, მაგრამ მანამდე წერს, თავის აზრებს წერს. და ეს ყველაფერი სათამაშოებია მისთვის. რას აკეთებს კაცი? გამომგონებელი ფიზიკოსი, გენიოსია. ყველაფერს ტოვებს. როგორც უაზრობას. ხა იმაზე კი არის საუბარი, რომ ყველაფერი უნდა მივატოვოთ. აქ არ არის ამაზე საუბარი. საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ ვერთობით ღმერთის გარეშე მცხოვრები კაცი ერთობა ფიზიკით, მათემატიკით, ასტრონომიით გართობანა. ბავშვს თოჯინა ჭირდება. დიდს ასტრონომია. მნიშვნელობა არ აქვს რითი გაერთობი. ვერ შეავსებ იმას, რასაც ეძებ თუ არა ღმერთით. ჩემი თქმა არ არის, პასკალმა თქვა. დააგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა ღმერთში ბედნიერება. ჯვარი გეწეროთ.